პოლიცსაბჭოს სხდომა ზუსტად ამ წუთებში იწყება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები უკვე მოვიდნენ ადგილზე. ცხადია, მათთან არაერთი კითხვა არსებობს უამრავი მიმართულებით, მათ შორის ყრილობის თარიღთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ იმართება დღევანდელი სხდომა, რომ ეს არის გარკვეული ბიუროკრატიული თვალსაზრისით, მათ შორის ერთგვარი მოსამზადებელი ყრილობის კითხვები არსებობდა ბევრი მიმართულებით, თუ ვინ შეიძლება იყოს მათ შორის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. ეს ყველაფერი, ეს შინაარსობრივი დეტალები უკვე მათივე განმარტებით დაზუსტდება. უშუალოდ ყრილობაზე გარდა ამისა არსებობს კითხვა იმასთან მიმართებით, რატომ არ არის პარტიის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა ახლა აქ, როგორც ბოკუჩავა გვეუბნება, პარტიისთვის ცნობილი იყო, რომ 4 აგვისტომდე ის დედაქალაქში არ იქნებოდა, პარტიისთვის კი ასევე ცნობილი იყო თარიღი, როდის გაიმართებოდა ეს სხდომა პოლიცსაბჭოში. ამიტომ საინტერესოა, რატომ ვერ დაკორექტირდა თარიღი. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გვეუბნებიან, რომ ვადები ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ყრილობამდე არის მოსამზადებელი პერიოდის საჭირო. სწორედ აქედან იყო განპირობებული, ამით იყო განპირობებული ის გადაწყვეტილება, რომ სწორედ დღეს გაიმართება პოლიცსაბჭოს სხდომა. რაც შეეხება დანარჩენ დეტალებს, ვინ იქნება თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ან როგორი პოზიცია აქვთ მათ ნანუკა ჟორჟოლიანთან და მის გუნდთან დაკავშირებით, შეგვიძლია მოვისმინოთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების კომენტარები. პოლიტიკური საბჭო ჩვენი წესდებით მიხედვით მთავარი ორგანო არის, რომელმაც უნდა განსაზღვროს და დაადგინოს მაგალითად ყრილობის თარიღი, ყრილობის მოწვევის წესი და ასევე ვინ იქნებიან ყრილობაზე დელეგატები და რა რაოდენობა იქნება ყრილობაზე ადამიანების წარმოდგენილი. ყრილობამ შემდეგ უნდა აირჩიოს დროებითი მმართველობითი ორგანო, რომელსაც ექნება შესაბამისი უფლებამოსილება განსაზღვრული, რამდენი იქნება ეს უფლებამოსილება, ხა 6 თვე თუ იქნება, 8 თვე იქნება, ეს არის სამსჯელო ასევე პოლიტიკური საბჭოსი. დროებითი მმართველობითი ორგანოს მთავარი ფუნქცია იქნება, რომ 6 თვის განმავლობაში, აი ამ გარდამავალ პერიოდში, სანამ არ იყოლება პარტიას თავმჯდომარე, მოამზადოს არჩევნებისთვის პარტია. სისტემური რეფორმა უნდა განხორციელდეს ორი ძირითადი მთავარი კომპონენტის გათვალისწინებით. პირველი, ეს არის პარტიის წევრების ფართო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მეორე, ეს არის პარტიის ფინანსური დამოუკიდებლობა. ვნახავ, რომ ამ ორი პრინციპიდან რომელიმე შეიძლება დაემუქროს საფრთხე ან წარმოვიდგინო, რომ ვიღაცამ შეიძლება უფრო ნაკლები ენთუზიაზმით გააკეთოს ეს ყველაფერი, მე განვიხილავ მათ შორის იმას, რომ დავაყენო ჩემი კანდიდატურა. ეს არის ის რეფორმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი პარტიის უფრო მეტი სახალხოობა, უფრო მეტი გახსნილობა, უფრო მეტი გამჭვირვალობაც და ფინანსური დამოუკიდებლობა. ყველაფერზე ამაზე ვიმსჯელებთ, რომ უახლოეს ხანში, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში ჩავატაროთ ეს ყრილობა და პარტიამ კიდევ ერთი ის ნაბიჯი გადადგას, რაც აქვს ჩაფიქრებული პრეზიდენტ სააკაშვილის. როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე რეგიონულ დონეზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანები ღებულობდნენ ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას და ერთ-ერთი ფაქტორი არის, მათ შორის ის, რომ პარტია არ იყოს დამოკიდებული ერთ-ორ დონორზე და ეს ფინანსურ დამოუკიდებლობა, რაც ამ რეფორმებში შედის, უზრუნველყოფს იმას, რომ მათ შორის რეგიონებში ადამიანებს ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ თითოეული დღე განსაზღვრული იყოს. გასაგებია, რომ შეიძლება რაღაცა ინტრიგა ჩანდეს რა იმაზე, რატომ არ ესწრება მოქმედი პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკური საბჭოს სხდომას, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მისი პოზიცია, რომ 4 ოქტომბრამდე მას არ შეეძლო ყრილობის სხდომაზე დასწრების საშუალება არ ჰქონდა. შესაბამისად, ჩვენ ავიღეთ ის თარიღი, რომელიც ყრილობის მოსამზადებლად, რომელიც მას ჭირდება, რომ დაესწროს ყრილობის სხდომას. ეს ყრილობის სხდომა უახლოესი პერიოდში გაიმართება 4 აგვისტოს შემდგომ. ამიტომ დღევანდელ პოლიცსაბჭოს სხდომის ჩატარება აუცილებლობა იყო ვადებიდან გამომდინარე, რომ ჩანიშნული იყო დელეგატთა არჩევის წესი, ჩანიშნული იყო სხდომის თარიღი. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის ტექნიკური პოლიცსაბჭოს სხდომა, რომელიც საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მიიღებს. პოლიცსაბჭოს სხდომა ზუსტად ამ წუთებში იწყება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები რამდენიმე წუთში დაიწყებენ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გაიმართება ყრილობა და ზოგადად როგორ განვითარდება მოვლენები და როგორი პროცესები იქნება უახლოესი პერიოდის განმავლობაში პარტიაში. შეგახსენებთ, რომ თინათინ ბოკუჩავა არ ესწრება ამ შეხვედრას, მთავარ მიზეზად დასახელდა მისი დედაქალაქში არ ყოფნა, რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანს და მის გუნდს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის წმინდა წყლის პარტიული შეკრება, აქ არ არიან სტუმრები.
და შესაძლებელია ყრილობაზე იყვნენ მოწვეული ადამიანებიც, ეს არის სტანდარტი, რომელიც არსებობს ამ შემთხვევაში პოლიცსაბჭოს სხდომაზე. მხოლოდ უშუალოდ პარტიის წევრები არიან. ჟორჟოლიანი უახლოეს პერიოდში წარადგენს საკუთარ სამოქმედო გეგმას, ხოლო რაც შეეხება სტარტს, როდის დაიწყებს და აიღებს ის და მისი გუნდი, ეს არის 1 აგვისტოს საორიენტაციოდ, ამიტომ უახლოესი დღეების განმავლობაში მისგანაც უნდა ველოდოთ სიახლეებს ამ ეტაპზე, როგორც უკვე გითხარით, იწყება პოლიცსაბჭოს სხდომა, რაც არის ეგრეთ წოდებული ერთგვარი მოსამზადებელი ყრილობის და სწორედ დღეს გადაწყდება ყრილობის თარიღიც.